გამალება ზოგადად დაიწყეს უკვე პლაკატების გამოკვრა. აი საარჩევნო აგიტაციები და ხალხის დაშინება და ის ასე შემდეგ, მაგაზე კიდე ცალკე თემა მექნება, ამ თემებთან დაკავშირებით ცალკე მექნება პრესკონფერენცია, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ყველანაირ ზღვარს გადადიან, ისინი პირადად მე შემემწყვათ ხამის მივედი სახლში და ჩემი უბანი აღმაშენების ქუჩაზე ვცხოვრობ, ლაშეს ყველების აღშფოთებული დახვდა ჩემი ზოგლები აკრეთ ჩვენს უბანზე და ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ასრულებენ იმ სამუშაოს, რაც მათ ევალებათ. ტერიტორიაზე, აი პირველი ეტაპი დაკრული პლაკატებისა, ამაზე ყველა იყარა ქვემოთ და თანხმდა ინფორმაცია, რომ მოხდა დალაპარაკება ამ ახალგაზრდობას ჩემი უბნის სახლში აქაც დამხდა ხალხი, ზოგლები, ქალები, საკუთრებით და იყო ასეთი ფაქტი, რომ ახალგაზრდა ბიჭი რომელიც და ბიჭი გაიქცა, რომ იქ მოხდებოდა და მოხდება ნებისმიერ ცივილიზებოდა ახლის წინ აი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატს პლაკატს ჭიშკარზე უკრავენ მის ჭიშკართან და ეს არის ცინიზმითა და აგრესიით გამოიხატება იმან გამაღიზიანა თვითონ დამოკიდებულება ადამიანების ვინც ამას აკეთებდა ეს ეუბნებით აკრავდნენ პლაკატს მაგრამ მათ ახდათ აქტივისტები თბილისიდან ჩამოგზავნებულები მინდა სხვაების კილომეტრის ბინებში რო ცხოვრობს აქტიური რომ არის დიახ პირადად ხდება ადგილობრივი ნაციონალი წვეთას რო პირველი მე როცა უკვე მე გავედი გასაცინია მაგრამ ასე იყო ნამდვილად წავდი მეჭირა ხელში რომ ჩემი სახლის წინ ეს პლაკატი უკვე ჩამომეხსნა ну რა თქმა უნდა ეხლა უკვე ინფორმაცია იყო ასეთი მე გეტყვი ხა სასაცილო ნახდათ ლადო უბრალოდ ამაზე პატარა კაცობა რაც ახლა რა გააკეთეს ახლა მე არ მაღიზია მოკიდებულება ეს მაღიზიანებს აი დავიჭირე წავდი ხელში და ჩემი ხელით ჩემი ჭიშკრის წინ ჩამოვხსენი პლაკატი გამოვიდა გაგიკრავ დიალოგი წვიდა რომ იცოდეთ მეორე ამას მარტო ლევანსვალზე კი არ უყურებდა ამას ეძლებოდა ქალებისა ჩემი მეგობრები ზოგლები უთხარი რომ როგორ ბედავთ მე თქვენთან არ მოვდივარ და პლაკატს არ ვაკრავ თქვენ როგორ ბედავთ ამას მეთქი რომ აი მადისის სახომარება და მე ზოგი გაბრაზდა კიდეც რომ ამას არ აკეთებ გამოვდივარ ერთი 15 წუთი